მოგესალმები საზოგადოებას, უკვე ყველა ოპოზიციური პარტიის ამორჩეველს. დიახაც, ყველა ოპოზიციური პარტიის ამორჩეველს, ვინაიდან ხვალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ამორჩეველი მოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეხლა აქ ვარ წარმოდგენილი ფართო სპექტრი ოპოზიციური პარტიების და ყველას ყავს ჩვენი ამორჩეველი და ეს არ არის ახალი, ხო, მაგრამ საერთო საქმეს ვაკეთებთ. განსხვავებული არჩევნები არის ხვალ, სადაც ერთმანეთსაც უნდა უგულშემატკივროთ. და დიახაც მე ამას გულშემატკივრ ვისეოთ როგორც თითოეული ჩვენგან მიუხედავად კამათისა, დებატებისა, მიუხედავად ცხარე კამათისასაც შეიძლება ზოგჯერ ზღვარგადასული კამათისასაც ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ხვალ ჩვენ გვიგზავნოს ისტორია დამარცხებას. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია როგორც ამაყიერი დილით ადრე ავდგეთ და მივიდეთ საარჩევნო ურნებთან. და დამარცხებული არის ოლიგარქი. როგორ ბევრს საუბრობს, არც თუ ისე ცოტა მოქალაქე, როგორ უნდა დავამარცხოთ, ისე უნდა დავამარცხოთ, როგორც მარცხდება ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფალი. ყველაზე ღარიბი უპოვარი ადამიანი ხვალ იქნება ყველაზე მდიდარი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ მას ეჭირება ერთი ცალი, ყველაზე ბასრი ბიულეტენი ხელში, რომელთაც დაამარცხებს ყველაზე მდიდარ ადამიანს. ასევე ჩემთვის ძალიან საპატიო მისია ვერგო წილად გდანში, სადაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ხარს მიჭერს, მაგრამ 2 დღის წინ კიდევ უფრო დამატებითი მოტივაცია გამიჩნდა, მოტივაცია რომელიც უკავშირდება აი ამ ახალგაზრდას. ჩვენ გვაქვს შანსი ხვალ ბიძინა ივანიშვილი გადავიყვანოთ ოპოზიციაში, მაგრამ მე გდანელებს, მუხიანელებს და ავჭალელებს გვაქვს შანსი აი ეს ახალგაზრდა გავაცილოთ ქართული პოლიტიკიდან. ამ ადამიანმა თქვა, რომ თუ გდანს მოიგებს მელია, მე წავალ პოლიტიკიდან. ამიტომ ვუგულშემატკივროთ ამ ადამიანის პოლიტიკიდან წასვლასაც, რომ ნერვები არ მოგიშალოთ თქვენ მომდენო 4 წლის განმავლობაში ოპოზიციიდანაც კი. დიდი მადლობა და წარმატებები და ყველაფერი მაგრად იქნება.